დედამიწა ტრიალებსო ბრუნოს უთქვამს ცივგონზე სიმართლეა დაუჯერეს მიტომ დასწრეს კოცონზე აბანე ვინ შემიცოდებს უსაქმურად ვაგდივარ გააჩერე დედამიწა ჩავდივარ აბანე ვინ შემიცოდებს უსაქმურად ვაგდივარ გააჩერე დედამიწა ჩავდივარ ჩავდივარ ოდეს კაცად წოდებული ახლა მხოლოდ ბარგი ვარ და მიჯერეთ მართავს ვამბობ და მიჯერეთ ნაღდი ვარ ცხოვრებისგან გალახული აღარავის ვარგი ვარ ლოთიანად გააჩერეთ ჩავდივარ ცხოვრებისგან გალახული აღარავის ვარგი ვარ გააჩერე დედამიწა ჩავდივარ ბროლის კოშკებს რომ ვაგებდი სულ სხვას ფიქრობა მჯერა მარტო ღმერთის იმედი მაქვს სხვა არაფრის არ მჯერა ვისა ფიქრებს ვინ ვიყავი დღეს ხომ მხოლოდ ლამდი ვარ ვაშკაცურად გააჩერე ჩავდივარ ვისა ფიქრებს ვინ ვიყავი დღეს ხომ მხოლოდ ლამდი ვარ გააჩერე დედამიწა ჩავდივარ უღრმესი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, მით უმეტეს დღეს სასწაულია ქალაქში და რაღაცა განსაკუთრებული კოლაფსი მოხდა, მაგრამ მით უფრო ძვირფასია ჩემთვის თითოეული თქვენგანის აქ ყოფნა და დაფასება კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მამასი და იმ ფაქტის, რომ მოვახერხეთ და ხორცი შევასხით იმ იდეას, რომელიც ძალიან დიდი ხანი აწუხებდა თვითონ მამას. დღეს როგორც აი ტრადიციულად ქართულ სუფრებზე რომ ნიშნავენ თამადას, სპიკერად მინდა დავნიშნო ბატონი ნუკრი მაჭავარიანი, მამას მეგობარი, ისტორიის პროფესორი, მისი წერილი არის შესული წიგნში და ორიოდე სიტყვით, ასე ვთქვათ, შესავალს გაუკეთებს დღევანდელ დღეს. მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებ, მინდა ერთი სასიამოვნო ფაქტის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც რამოდენიმე თვის წინ მოხდა თემურთან დაკავშირებით. თბილისის საკრებულო სახელდების კომისიის ინიციატივით სახელდების კომისიის თავმჯდომარე აგზანდება ქალბატონი ნინო და ქალბატონი ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. მიიღო დადგენილება თბილისში ცენტრალურ რაიონში, საბურთალოს რაიონში ერთ-ერთ კარგად მოზრდილ სკვერს ეწოდა თემურ ციკლაურის სახელი. ასევე მადლობა მინდა უთხრა საბურთალოს გამგებელს ბატონ გიზო ვასაძეს, ველოდებით უნდა მობრძანდეს, რომლის დიდი ძალისხმევით კეთდება პროექტი, ქეთისთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, თითოეული დეტალი განიხილება ქეთისთან ერთად და სულ მალე დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. რაც შეეხება წიგნს, წიგნთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ წიგნის დაბეჭდა ესე ადვილი არ არის. ზოგ შეიძლება გონია, რომ აი რაღაც მასალები მიიტანო რედაქციაში და სტამბაში აღაწყონ და დაიბეჭდოს. ესე არ ხდება, ჩემო კარგებო. აი ამ წიგნის გამოცემას მით უმეტეს წიგნისა, რომელიც ეხება თემურ ციკლაურს, ყველასათვის საყვარელ ადამიანს, ზუსტად 6 თვე მე ვარ ამის მონსტრი, იმიტომ რომ ჩვენ ერთ ბინაში ცხოვრობთ, ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ კორპუსში ვართ და 6 თვე უძილო ღამე, ჩემი ანდროსი და ჩემი ქეთის უძილო ღამეები შეეწირა ამბავს და მართლაც საოცარი წიგნი გამოვიდა. თემატურად ისე მიყვება ფოტო მასალა თემას, რომ აი კარგ პროფესიონალსაც კი შეშურდება.
ასევე მინდა მადლობა უთხრა სარედაქციო კოლეგიას. უმაღლეს ხარისხის წიგნი გამოვიდა, უმაღლეს ხარისხია დაბეჭდილი ქაღალდი თვითონ ხდა და ყველაფერი. ნახავთ ყველას მოგეცემათ საშუალება, ზოგს შეძენის, ზოგს დათვალიერების და თვითონ დარწმუნდებით, რომ ძალიან კარგი წიგნია და ისეთია, როგორც ჩვენს თემოს ეკადრებოდა. ეხლა მინდა ერთი პატარა მონაკვეთი ამონარიდი წავიკითხო ჩემი მოგონებიდან და რატომ ვკითხულობ ამ მონაკვეთს და გეტყვი ჩემო კარგებო. თუ არ ვწდები 2006 წელია. ერთ-ერთ კვების პროექტში ვსხედვართ, ნაბახურსებზე გამოდივართ, ხდებოდა ხოლმე ხშირად ესე. თემო მეუბნება, ერთი იდეა მაქვს ნუკრი. გავაერთიანოთ ჩემი სახელი, შენი ცოდნა, სოსო ხარებოვის ფინანსური მხარდაჭერა და იერუსალიმში ჩვენი საპატრიარქოსთვის რამე კარგი გავაკეთოთ. დავიწყეთ წერილების წერა ქნესეთის სახელზე, იერუსალიმის მერის სახელზე, წერდით ქართულად, თემო თარგმნიდა ინგლისურად, შემდეგ იურიცე ითარგმნებოდა. რამდენჯერმე ჩავიდა ისრაელში, სადაც ქართველი ებრაელების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. შრომამ შედეგი გამოიღო იერუსალიმში, ძველ ქალაქში, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ქონების შეძენა, მით უმეტეს არეებრაელისთვის შეძენილ იქნა სახლი მიწით, რომელიც თემოს ანდერძის თანახმად საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. ახლა რა მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით. თემო როდესაც ეს სახლი შეიძინა და გაფორმდა თემოს სახელზე, ჩამოვიდა თუ არა თემო, წამიყვანა ნოტარიუსთან მივედით, გაფორმდა ანდერძი, მე ვიყავი მოწმე ქვია თუ თამდასწრე ქვია თუ რაც ქვია ამას, რომ ეს სახლი თემო ერთ ღამეს არ გაათევდა, თვითონ ქონა გადაწყვეტილი ესე და პირველივე დღეს გასაღები მიეტანა საპატრიარქოში და ჩააბარა. აი, როდესაც ჩავლენ თქვენი წარმომადგენლები აქედან დედაობები, მამაობები, აქ აგერ არის სახლი ბატონო და იხმარეთ თქვენ ინტერესებს მოახმარეთ. თემო როცა გარდაიცვალა, 6 თვის გასვლის შემდეგ კანონის შესაბამისად, თქვენ იცით როგორც ხდება ეს, ჩემი კეთი მივიდა ნოტარიუსთან და ქონება გადაცა საპატრიარქოს. მე რატომ წავიკითხე ეს მონაკვეთი აქედან რომ მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს. სამწუხაროდ არ არის ეს ფაქტობრივი ცნობილი ის საქმეები, რაც თემო მაკეთა ხალხო. ასეთი რამე საუკუნეების მანძილზე საქართველოს იმ წმინდა მიწაზე არ ქონია არაფერი ჩემო კარგებო. არ ქონია და კაცმა ადგა, იშრომა, იწვალა, გააკეთა, ძალიან ბევრი უსიამოვნება შეხვდა, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, არ დავასახელებ ადამიანებს ახლა არ არის ამის თორე ბევრი ხელი შეძლაც იყო სიმართლე გითხრათ. იყო, იმიტომ რომ ვართ ქართველები ვარ და მიტომ ჩემო კარგებო. თუ შეიძლება ნუ კრიორდის სიტუაცია ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, იმ დროს როცა მამა ამას აკეთებდა, ნამდვილად ფანტასტიკის დონეზე იყო ეს. აი, არა თუ თემური რომ არ ყოფილიყო, აი თავისი ხარიზმით და თავისი რაღაცა განსაკუთრებული ენერგეტიკით და ბედისწერით, ვერც გაკეთდებოდა ეს ამბავი. სასწაულის დონეზე იყო. ეხლა შეიძლება უფრო რაღაცა დრო შეიცვალა და უფრო ადვილი გახდა შესაძლებელია, მაგრამ მაშინ ეს ნამდვილად იყო რაღაცა განსაკუთრებული და მართლა დასანანია რომ ამაზე ასე ცოტას ვლაპარაკობთ და უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რა თქმა უნდა ხალხს ამასთან დაკავშირებით. ძალიან გულნათელი ვარ შედი მაგას დაკავშირებით რომ არ გაპიარდა როგორც დღეს იტყვენ არ გაპიარდა ეს ამბავი თვითონ თემო იყო წინააღმდეგი თავის დროზე როდესაც გააკეთა მე უთხარი თემო ეს გავაპიაროთ არა ნუკლი მე ეს ამიტომ არ გამიკეთებია რომ ეს ვიღაცამ ტაში დამიკრასო მაგრამ როცა გარდაიცვალა ადამიანი ამის შემდეგ მაინც უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა თუ რა გააკეთა მარტო სიმღერით კი არ უნდა უყვარდეს ხალხს ის კეთილი საქმეებითაც უნდა უყვარდეს რაც მან აკეთა ასევე ჩემო კეთი აი ერთი წუთი დავამთავრებ ბევრმა არ იცის ასევე რომ ახლა ხშირად იყვნენ ხოლმე ჩემი ნუგზარი ვახო გია როდესაც თემომ გააკეთა სოსლენდი ერქვა ესეთი ფონდი იყო გაჭირებულ ბავშვთა დახმარების ფონდი იყო და სადაც თანხა კი არ იგდებოდა იმისთვის რომ ბავშვი წასულიყო შემდეგ სიგარეტი იყიდა არა თემო მოიფიქრა ის თუ როგორ მიხმარებოდა მას ამ ახალგაზრდებს მე ვიყავი პასუხისმგებელი იმაზე იმ ფონდში რომ სკოლებიდან მომეყვანა ბავშვები შეჭირებული ოჯახის შვილები ობლები და დაახლოებით 2000-მა ბავშვმა იმ დროს წარმოიდგინეს რომ კომპიუტერი ახალი ხილი იყო მთელ საქართველოში ჩვენ ქვეყანაში სპეციალობა შეიძინეს ბავშვებმა და შემდეგ თემო მათ შრომით შრომით მოწყობაში და ეხმარებოდა და ისეთი კმაყოფილი მოდიოდა ხოლმე სადმე შემდეგ დაწესებულებაში შევიდოდა და შეხვდებოდა ჩვენი ყოფილი მოსწავლე აი პატარა ბავშვით უხაროდა ჩემო კარგებო ესეც არ იცის ბევრმა ეს ის თემოს დამსახურებაა წარმოიდგინეთ 2000 ბავშვს აი იმედის ნაპირწყალი გაუჩინა ცხოვრებაში თემო ეხლა რაც შეეხება თვითონ წიგნს
კეთი უფრო კარგად ისაუბრებს, იმიტომ რომ ბევრი რამე გაახდინა ამ წიგნზე მუშაობაში. ნუ კრიმ სწორედ აღნიშნა რომ ბევრმა არ იცის და იცით რა ძალიან რთული იყო ერთი წიგნის ფორმატში ჩაგვეტია ყველაფერი. ისედაც ძალიან ისეთი დიდი ფორმატის წიგნი გამოვიდა და ჩვენ დროს ყველაფერი მოგეხსენებათ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ისედაც ეს რომ მოვახერხეთ უღრმესი მადლობა იმ პიროვნებას რომელმაც დააფინანსა ეს პროექტი და მოგცა თანხა სამწუხაროდ დღეს აქ არ არის ბატონი ნოდარი ბერიძე რისთვისაც მას აი უღრმესი მადლობა და ცხოვრების ბოლომდე ვიქნებით მადლიერები და წიგნი საერთოდ დავიწყებ იქიდან რომ არის ძალიან ორიგინალური და უცნაური ფორმატის იქიდან გამომდინარე რომ მასში შესულია წერილები, ბარათები, ლექსები, ესეები იმ ხალხისა, რომელიც მთელი ცხოვრება თემურის მიმართ გამოხატავდა სიყვარულს და პატივისცემას. უბრალოდ სადღაც შეხვდებოდნენ, ჩუქნიდნენ, სცენაზე უგზავნიდნენ, უბრალოდ წერილს უგზავნიდნენ და ამას ყველაფერს მამა ინახავდა. ეს მთელი მასალები მაქვს სახლში, წარმოიდგინეთ და რაღაც მომენტში თვითონ თემური დაფიქრდა, რომ იმდენად ძვირფასი იყო ეს მისთვის. აი ესეთი ფიზიკური სახით ხალხის სიყვარული გამოხატული, რომ მიხვდა რომ რაღაცაერთ უნდა ფორმაში მოექცია ეს ყველაფერი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ იყო ძალიან მორიდებული ადამიანი, რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ მივიდა იმ მომენტამდე რომ წიგნი გაეკეთებინა. თუმცა აი ცხოვრების უკვე ბოლო ეტაპზე ეს იდეა დაიბადა მეგობრების რჩევებით და რაღაცა საუბრებში წამოვიდა ეს აზრი და ისე მოხდა საბედნიეროდ რომ შეხვდა აი ამ პიროვნებას რომელიც ამ წიგნის მთავარი რედაქტორი გახდათ რუსუდან კენჭოშვილი აქ ჩვენთან არის და მე ორი სიტყვას გვეტყვის რა თქმა უნდა და გადასცა რაღაც ნაწილი მასალებისა და რუსიკომ ეს ყველაფერი აკრიფა მე ცოტა ხანში ისევ მოვიდა ეს დუალიზმი თემურში და თქვა არა მე რა თქმა უნდა რა დროს წიგნია სირცხვილია და ასე შემდეგ წამოიღო ეს ყველაფერი ნაბეჭდები სამწუხაროდ ძალიან მალევე წავიდა ამ ქვეყნიდან და უკვე მისი გარდაცვალების მერე რუსიკომ გადმომცა ეს A4-ზე დაბეჭდილი რაც ჰქონდა აკრეფილი კიდე გავიდა დრო, იმიტომ რომ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ნელ-ნელა დავიწყეთ ამაზე მუშაობა. უკვე თემურის გარდაცვალების მერე ძალიან ბევრი ლექსი მიეძღვნა მას. ძალიან ბევრი რაც თავისუფალი წერილი დაიწერა და რა თქმა უნდა ვთხოვეთ მეგობრებს, მის კოლეგებს, უსაყვარლეს მეგობრებს, ბატონ ნუგზარ ყვაშალს, ვახო ტატიშვილს, გია ბაღაშვილს, ბატონ ჯემალს ბაღაშვილს და დაწერეს თავისი მოგონებები და თავისი გრძნობები თემურის მიმართ. ეს ყველაფერი შესულია წიგნში. გარდა მაგისა, ფაქტიურად არის ფოტოალბომი, იმიტომ რომ ნამდვილად უნიკალური ფოტომასალაა შესული. რაღაცა მებატიანესავით არის ეს წიგნი. და ვეცადეთ იმისთვის, რომ უფრო რაღაც ორიგინალური ყოფილიყო და დატვირთული რაღაც საინტერესო ამბებით, მაგალითად დეპეშებია, უცხოპლანეტელების წერილები, რაც სიგელები და ასე შემდეგ. რაღაცა მომენტები, რომელიც იყო დაკავშირებული მამის ცხოვრებასთან. აი ესეთი ფორმატის წიგნია, რა თქმა უნდა, თან ისეთი შთაბეჭდილება გვაქვს, რომ ძალიან ემოციურია და დატენილია ბევრი რაღაცებით, იმდენად კონცენტრირებული ადამიანების სიყვარული აი ამ ყველაფერში, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც გრჩება ის გზნობა, რომ მაინც ცოტაა და კიდე გვინდა. იმედია რაღაცა სხვა ფორმით კიდე მოვახერხებთ ამის გამოხატვას. თუ გაქვთ რამე შეკითხვები, ანდა არ ვიცი, ვთხოვოთ ვინმეს თქვას ორი სიტყვა რუსიკო, მოდი შენგან დავიწყოთ, შემოსაყვარაო გამომძარდი. რუსკა, ჩვენი წიგნის მთავარი რედაქტორი, გვეტყვის თავის ამბავს. გესალმებით ყველას, დიდი მადლობა მართლაც თემის სული ხაზე იმოს დარწმუნებული ვარ და აი პირველი რაც მინდა ვთქვა კეთი კარგად დაიწყო რომ აი მასალები როცა მომიტანა იცით რა იყო თითქოს რაღაც სასაჩუქრე წიგნი უნდა გამოსულიყო აი ესეთი ფორმატის უნდა ყოფილიყო და სხვა ხიბლი ექნებოდა და მე აი რაღაც იმ წამს ვიავკრიფე მასალები იმ წამს ყველაფერი 2-3 დღეში გაკეთებული მქონდა და მე მოდის და არა სირცხვილია იმდენად თავდაბალი იყო იმდენად უბრალო
ჩემს სიცოცხლეში წიგნი გაკეთდეს და ეს ისე ცუდად მენიშნა, მე კი მივეცი მასალები, მაგრამ ეს აკრეფილი ხომ მქონდა და მე ვიფიქრე, რომ მეთქი სასაჩუქრად, მაინც რაღაცას ჩემი მხრიდან გავაკეთებ მეთქი და მე ისე წავიდა სიტუაცია, მალევე მართლა ის იმდენად ცუდად მენიშნა, რომ სიკვდილის მერეც რაღაცას იზავთვა, აი ესეთი რაღაცა თქვა და აი იმდენად მეწყინა ეს, რომ თითქოს მართლა ვიცოდით, რომ მალე წავიდოდა რა ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობდი და მოხდა ისე, რომ ეს მასალები მართლაც სიკვდილის შემდეგ გავავამ მრავალფეროვნად, უკვე იმდენად დიდი მოცულობის გახდა. ბოდიში რუსკო შეგაწყვეტინებ. მინდა გითხრათ, რომ წიგნის ფორმატი რუსკოს მოფიქრებულია. აი ეს ბენჯამინ ბატონის ფილმი რომ არის, რაღაცა ძალიან რომ მოქმედებს ჩვენზე, რომ იწყება ბოლოდან და მიდის დასაწყისში. აქ ეს იმით იყო გამართლებული, რომ მამა აღარ იყო ამ ქვეყნად და ამიტომაც დავიწყეთ მისი წასვლიდან და მთელი ეს მასალა ლექსები, რომელიც მიეწუნა წასვლის მერე, არის დასაწყისში და ვიწყებთ დასაწყისით და ვიწყებთ ბავშვობა და ასე შემდეგ. დასასრულით ხო, დასასრულით და მიდევთ დასაწყისით, იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება. ყოველ შემთხვევაში ასე დავინახე, იმიტომ რომ თემი ციკლაობს კვალი დარჩება და ეს გაგრძელდება და ანუ მომავლის იმედი, რომ ჩვენ არ უნდა ჩამოყავთ ხოლმე რაღაცა ეს ჩამდე რა და თემატურად სამეგობრო იქ ოჯახი სადაც აი და თითოეული თვითონ საუბრობს თემო თავის ცხოვრებაზე, ის წერილები, სტატიები, ყველაფერი. ხო, თითოეული თავის სახელწოდება მისი სიმღერების ციტატებია. და კიდევ რა თვითონ წიგნიც აი დოკუმენტური ფილმი არის, სადაც მამა საუბრობს და პირველი რასაც იძახიან ხმალია სულისა. და ეს რუსიკო ახსოვდა ძალიან და ესე დავარქვით, ესეც მისი იდეა და უღმესი მადლობა რუსკა შენ. აი ესეთი სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ ესეთი გულით და ესეთი გრძნობით მივდექი ამ საქმეს და ქალბატონ მარინა მარკოზაშვილს და ალეკო კუზანოვს უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ის პერიოდი, რომელიც ჩვენ გავატარეთ რედაქციაში, მახსენებ როგორც ძალიან ბედნიერი, აი დრო, რა ვიცი, ძალიან მაგარი იყო და ძალიან სწრაფად ვიმუშავეთ როგორც იძახიან, იმიტომ რომ წიგნები ასე სწრაფად არ კეთდება. 2-3 წელი მუშაობენ თურმე და ჩვენ რაღაც ეს ენერგეტიკული ეს მოვაწყეთ. დირო თემო იყო ჩვენსგანი. ხო, ეგეც არის რა თქმა უნდა. ესეთი დღეები, რომ დავიწყებდით ეს თქვათ ქეთი და ეს ხო ერთად თანაურ რედაქტორად მე ნუ იდეაში რაც მქონდა ფაქტია, მე ვიცოდი, მაგრამ აი ესეც ჩართულობა ამათი ყველანაირად ცოცხალი ხომ უნდა ყოფილიყო და იცით რა მახსოვს რაღაცაზე რომ ვიტყოდი ეს არა ეს ისეთი დღეები მქონდა რომ თითო დღეს თითო რაღაცა ჭედავდი უნდა მეთქვი ეს მომენტი მე იმდენად დავამოყავთ ერთმანეთში რომ უკვე აღარ მქონდა აი უნისონში ვიყავით და ფაქტობრივად ისინი დაიწერა აი მთლიანად ერთი ამოსვლა კი მართალია და რაც თავარია რა მინდა აღნიშნო რომ დღეს პრეზენტაცია ამ წიგნის ხდება იმ დღეს როდესაც ჩემი შვილის ანდრია გოგიბედაშვილის ტრეკი მიდის კოსმოსში გამის 12 საათზე ასე რომ ეს ორი მომენტი გაერთიანებული გვაქვს ანდრიას უნდა წაგვიკითხოს მისი მამიკოს ლექსი გვაქვს შეტანილი ჩვენი პოეტის დამწერლის დათო გოგიბედაშვილის და ანდრია წაგვიკითხავს ამ ლექსს და ასევე იტყვის რაღაცა ორ სიტყვას ამაზე და შემდეგ გიაქვთ ხო მე გამოხვიდე კარგი მადლობა მოგესალმებით. პირველ რიგში მეც მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძვირფასო საზოგადოებად თქვენი ძვირფასი დროის გამოყოფისთვის და ქაოტურ მოძრაობაში მოსვლისთვის. მეც ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო რედაქციის ჯგუფს ალეკოს, რუსკას და მარინას მათი დროისთვის და ამ წიგნზე მუშაობა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და მაგარი გამოცდილება რიგი მიზეზების გამო. პირველი ეს არის ის, რომ მე არასდროს მიმუშავე წიგნზე და პირველი გამოცდილება წიგნზე მუშაობის, რომ იყო ეს ბაბუას ცხოვრება, ეს ძალიან დიდი პატივი იყო პირველ რიგში და ბედნიერება. და მეორე ეს იყო, რომ მე ახლიდან გადავიმეორე ის ცოდნა, რაც მქონდა ბაბუაზე, ის ფოტოები, ის ლექსები, ის ინტერვიუები და ასევე ახლიდან ასევე გავეცანი ახალ ინფორმაციას, რაც აქამდე არ მქონდა ნანახი და გაგონილი. ეს წიგნი გამოვიდა ძალიან უჩვეულო ფორმატის, როგორც ქეთიმ უკვე აღნიშნა და რუსკამ, ძალიან უნიკალური ფორმატის და თუ აქამდე ბაბუა ჩვენ გვეფერებოდა სიმღერებით და სპექტაკლებით და კონცერტებით და ასევე ჩვენ მას ვეფერებოდით ასევე
სიმღერის მოსმენით. ახლა უკვე ეს ამან გადაინაცვლა წიგნის ფორმატში, სადაც ყველაფერი არის თავმოყრილი და თითქოს ეს ერთგვარი ახალი კარიერა მის ხილულ და უხილავ ცხოვრებაში. მე შემოგთავაზებთ ახლა მამა ჩემის დავით გოგიბედაშვილის მიერ დაწერილ ლექსს, რომელიც დაწერილია 3 თებერვალს 2021 წელს და მან ეს ლექსი მიუძღვნა ბაბუას გარდაცვალების შემდეგ. ერთი წამით გვაქვს 1000 წელი. თანავარსკვლავედთან თავს ავიმსგავსებთ. თან ყურს მიუგდებთ, უსმენთ და მღერით. სიმღერა პასუხი ყველა კითხვაზე. თუმცა კითხვები ჩვენ აღარა გვაქვს. რა კითხვა უნდა სიცოცხლის ტოლვას? სიცოცხლის ტრფობ აზრის ღაპართა. სამყაროს გავლით ჩვენამდე მოვა. თუ რომ წავიდა, გადაიბადა. აგე იქ სადღაც ისევ აუყურებთ. სიცარიელეს ყველა ცისკართა. მთვარე შერჩენილ იმდით საგულეს. რიჟრაჟიც ნათვრებს გადაეფარა, სევდად შერჩენილ უხდის საფიქრალად. შენ, როგორც ერთმა თველმა ქვეყანამ, თავის გულიდან ამოგიბერა. ძალიან დიდი მადლობა. მომეწონს ესეთი ლამაზი კითხვები და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ ლექსით წინა სიტყვების შემდეგ იწყება წიგნი. მადლობა დიდი მოსმენისთვის და მიკროფონს ისევ გადავცემ ჯექეჩენს და ის გააგრძელებს უფრო ცალ წიგნზე საუბარს. ხალგია ბაღაშვილს ორიოდი შეტყვა გითხრას. მან საოცარი წერილი დაწერა წიგნში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა უფრო მაგრად იტყვის რამეს თემურზე. საღამოშიდობის. თან სიამაყის განცდა გაქვს, თან ძალიან დიდი ტკივილი, ერთდროულად. თანაც ისეთივე ძალით, ისეთივე განსაკუთრებულობით, ისეთი გამორჩეულობით, როგორც ეს თემურ ციკლაუს ახასიათებდა. მისი მსგავსი ხო არავინ არ იყო, არც სცენაზე, არც სცენის მიღმა, არც კაცობაში, არც მეგობრობაში, არც თავმდაბლობაში, არც აღამაფრენაში, იყო პლანეტარული მასშტაბის და იმავდროულად იყო აი ის ადამიანი, რომელმაც სწორედ მის მშობლიურ კოჯორში დაიდობინა. დარწმუნებული ვარ ქართულ ხალხს, აი ნებისმიერ პანთეონში ასე ვთქვათ, ქართული ხალხის გულის ხმას თუ მოусმენთ, შეიძლება გაემეტებინა ნებისმიერი პანთეონი, მაგრამ ამაშიც მართალია თემურ ციკლაური, რომ ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს, სადაც იყო მთელი მისი ცხოვრება. მე ნება მომეცით დავიწყო მადლობით. მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წიგნზე იმუშავა. ძალიან დიდ მადლობას ვეთქვი პირველ რიგში ჩემს ქეთის, ჩემს დას, ასევე უღრმესი მადლობა აი ამ საოცარ ბიჭს, რომელმაც სიცოცხლეშივე ასე გაახარა ჩემმა ანდრიამ თემური, რომელმაც იმედის ხივი კი არ მისცა მას. აი დიდი დასაყრდენი იყო, აი დიდი გამართლება და თვალხილული, აი უკვე განხორციელებული ის მომავალი, რომელიც მას აძლევდა საშუალებას, რომ ხარგაშლი კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო ყველა მხრივ თავაწეული ევლო ამ ქვეყნად და ასევე წასულიყო და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ ასე ლამაზად, ასე რიგიანად, ასე გემოვნებიანად თავის მობმა წიგნისთვის ურთულესი რამ არის. თან ერთ რამეს გავაგზავნებ ჯერ მადლობის სერიას და შემდგომ მოუბრუნდები ამ თემას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უსაყვარლეს ძმას და მეგობარს, ბატონ ნოდარ ბერიძეს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ეს წიგნი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, დღევანდელ დღეს ეს მცირე ძალისხმევას არ მიეკუთვნება. აქვე მე არ შემიძლია ქალბატონ ნინოს უღრმესი მადლობა არ უთხრა. ეს არის დიდებული ადამიანი, აი უსაყვარლესი პიროვნება, რომელიც მართლაც სახელმწიფოს კომისიის ხელმძღვანელი თელ ამ კომისიას, არაჩვეულებრივ ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა რომ ერთად მადლობა გადავუხადოთ მათ. იმიტომ ისინი სადარაჯოზე განან ყველა იმ პიროვნებას, რომელიც მართლაც ღირსეულია, მიუჩინონ კუთვნილი ადგილი და კიდევ ერთხელ მოახდინონ ამ შემთხვევაში უკდავყოფა თბილისის სინამდვილეში. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო. მე ერთი რამე და დავძინო. თემურ ციკლაური ყველაფერში იყო პირველი და იყო ფლაგმანი, იყო ნამდვილი არწივი, იყო ის ადამიანი, რომელიც როცა სირთულე იყო, წინ გაიჭრებოდა, მარტო რო დარჩენილიყო ბრძოლის ველზე, პირდაპირ თუ გადაეტი მნიშვნელობით, ერთი წამი არც იფიქრებდა უკან ნახევაზე და პირიქით სხვას გადაეფარებოდა და სხვადასხვა ფლაგმანი აღმოჩნდა თემურ ციკლაურის წიგნი ამ შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ანსამბლ ივერიაზე, რომელმაც მართლაც ეპოქა შექმნა, რომ მოგინდა თქვენ წიგნს ვერ ნახავთ. ესე იგი და ჩემს
უსაყვარლეს და საამაყო ნათლიაზე ალექსანდრე ბასილაიაზე გამოცემული ერთი წიგნი, რომელიც არ არის ცუდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლოსაც არ არის იმ შემოქმედების მასშტაბთან, რაც ალექსანდრე ბასილაიას შეესაბამება და ამ შემთხვევაში თემურს ეს წიგნი არამხოლოდ უხდება, არამხოლოდ ასახავს მის შინაგან სამყაროს, მის საოცარ მრავალფეროვნებას, მის მრავალწახნაგონებას, რომელშიც იმდენი მიმართებაა, თან ყველა თემურისეულია, რომ აი ამ ყველაფრის ვიზუალური გადმოცემა თან ხო იცით, ცნობილი გამონათქვამია, ადამიანი ეს არის სტილი და სტილური ასეთი შესაბამისობა მის სულიერ სამყაროსთან და მის მიერ განვლილ გზასთან ურთულესი მოსაძებნი იყო ბეჭდით მასალასთან, რომელიც რჩება. თან სულ ვფიქრობ, აი ეს რო შევიდანო, მე ხო ვეღარ ამოშლია რა. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს შრომა შესანიშნავად განხორციელდა და დაგვირგვინდა და თემური აკი მოგახსენებთ, აქაც ფლაგმანია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ივერიაზე არ არის წიგნი, ესაც სიმბოლურია. თემურ წიგლაური ეს არის ივერიის სახე, სადაც ივერია იქ არის თემური და ამ შემთხვევაში ეს არის სახე, გული, როგორც აცხადებენ ხოლმე ხერხემალი ანსამბლისა, აი ესეთია თავად ეს წიგნი. რაც შეეხება მადლობას კიდევ მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემს მსგავსად აი ცერემლი გადაყლაპა და მოახერხა და სიტყვებში გადაიტანა. ურთულესი რამ არის ეს და მით უმეტეს ბოლო პერიოდში მომრავლდა ახლობელი და ძვირფასი ადამიანების, აი ბოლო დარტყმა იყო ჩვენი მამო კაუნაშვილი, მანამდე ზურა დოიჯაშვილი, აღარ გავყვები, იმიტომ რომ ძალიან ვრცელია ესია, ჩვენ ძალიან ახლობელ ადამიანებზე საუბრობთ, ოჯახის წევრებზე ფაქტობრივად, მაგრამ ძალიან კარგი რომ თემურ წიგლაურთან დამოკიდებულება ასე მოხერხდა. ჩემს სიტყვას ერთი ფრაზით დავამთავრებ და აქაც არ შემიძლია არ შევაქო განსაკუთრებით ჩემი მუგრივ გედმენიერი ლუკმა ბოლოში მოვიტოვე როგორც ითქება. მას დიდი მადლობა ასეთი მეგობრობისთვის, ასეთი უანგარო შრომისთვის. იმისთვის რომ ამ ყველაფერს ასე თავი მოვა და არამხოლოდ უღრმესი მადლობა იმ დიდი საქმეების თანამონაწილეობისთვის, მეგობრობისთვის, აი ესე ხარდამხარ ბრძოლისთვის, რასაც ის თემურთან ერთად 10 წლეულობის განმავლობაში ეხერხებდა. თან ის ისეთი საქმეები იყო, რომელსაც უჩუმრად შრომა ჭირდებოდა თანამიმდევრულად ძალიან დიდი ზრუნა ყოველდღიური და ეს ყველაფერი გადასარევად მოახერხა და ეს ჩემან უკნე და აი ეს წიგნი ამის კიდევ ერთი დასტურია სხვადასხვა, როდესაც შოთა არველაძის წიგნი აი მენიშნა ქალდოროსკო თქვენ ბრძანეთ სიცოცხლეშიო. თავდავალ ადამიანს აქვს როგორც წესი ასეთი რამ და მით უმეტეს თემური ისეთი პიროვნება იყო შინაგანი არისტოკრატულობით გამორჩეული, რომ პირველი ეს ჰქონდა. წინ მხოლოდ მაშინ გადადგამდა რამის, როდესაც ეს ანსამბლშდებოდა ამ ქვეყანასთან რაიმე მსგავსი და ერთხელ შოთა არველაძეს ფანტასტიკური წიგნი აქვს თვითონ დაწერილი. კიდე კარგი რომ დაწერა და დიდხანს თავს ვიკავებდიო და შემდგომ ბოლო წვეთი ის იყო, როდესაც სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა მას უთხრა რომ უთუოდ უნდა დაწერო, მან უთხრა რომ კი, მაგრამ ბორის პაიჭაძეს არ დაუწერია, მიხეილ მესხს არ დაუწერია, დავით ყიფიანს არ დაუწერია, არა ესენში. ისე წავიდნენ ისინი და ღმერთმას თაშა დიდხანს სამყოფოს რომ არ დაუწერია. მერე კარგია რომ არ დაუწერია. რამდენადაც ისწავლიდი, რამდენადაც გაითვალისწინებდი შენს კვალდაკვალ სხვა განაგზობდაო და როგორც მიხეილ თუმანიშვილს აქვს ფანტასტიკურად ნათქვამი რა აზრი აქვს გამოცდილების დაგროვებას თუ კი ის სხვასთან გადაეცი. აი ამ შემთხვევაში თქვენ მოახერხეთ ის ერთობლივად თემურის ასვლის შემდგომ რომ მისი გამოცდილების რომელიც ნაწილი მაინც მნიშვნელოვანი, რომელიც არამხოლოდ სიტყვებში, არამედ ფოტოებში და იმ განვლილ გზაში სხვას გადაეცით რომ ხვალდაზე, როდესაც სხვა ბიჭი დაიბადება, კოჯორში ან თიანეთში ან წალენჯიხაში ხვიჩაგვარა ხელცხელი და გამომდინარე უტრიალებ წალენჯიხას ან ნებისმიერ ალაგა ჩვენი მადლიანი მიწაწყლისა მას უნდა გქონდეს თვალხილულად დღეს ჩვენ ინსტაგრამის და ტვიტერის ეპოქაში უნდა შემახედო, ნახო, დავპოსტო და როცა ის ნახავს ამ ყველაფერს ხედავს რომ აი საიდან დაიწყო ადამიანმა და რა მასშტაბს მიაღწია. ამიტომ როგორც ცხოვრებაში თემური იყო ხიდი წინა კაცი უკანა ხაზის ხიდიაო, ასე მისი წიგნი იქნება დარწმუნებული ვარ და ბოლოს არ შემიძლია მიულოცო ანდრიას მისი ძიებანი კოსმიური ყოფილიყოს მასშტაბი ყველა შემის წამოწყების წარმატებისა. დიდი მადლობა. მე მოკლედ ვიტყვი რომ ხომა და მანახი ხომა. აი ეს მე და თემური ჯერ მარტო სიცილათელადან მოვდივარ ერთად ანსამბლი იყო ესეთი. როცა დაგედა ბიჭო. ხოდა თუ ბოლოს ვიტყვი მარტო თემური მანქანაში სვავდა მარტო მე. მე ჩუპინიძე ცოტა უცახო დალბოდი ხოლმე და სხვას არავის. ნომერში მარტო ჩემთან იყო ხოლმე, რატო?
იმიტომ რომ რო ყოფილიყო გარეთ 60 გრადუსი სიცხე, ფანჯრები, ყველაფერი, ფარდები დაკეტილი უნდა ყოფილიყო. და შენ ამას უძლებდი. თუ უძლებდი, გავხდი 60 კილო გავხდი. ეს ხუმრობა, მაგრამ რაც შეეხება იმ წერილებს, რაც კეთი თქვა, მაშინ კეთი პატარა იყო. თემური ძალიან უყვარდათ, რატო? იმიტომ რომ მე ხლა ხშირად დრამზე უკრავდი ხოლმე, ან ბარაბანზე, მაშინ და თემური სილუეტს უყურებდი ხოლმე. თენგიჩხიძე ესე მიშვებოდა ხოლმე, ტაირაზე იყო თენგიზე ერთ-ერთი უნიჭერის ჩვენი ანსამბლის წევრი ცისინაძე და მეუბნებოდა შეხედე ბიჭო ამ კოჟიტონზე დატანიაკო. აი ესე იდგა თან ახალი შეკერილი კოშტიუმები იყო მისი რა საფესალომის ლიპებზე და თემური იდგა მე არ ვიცი რა. აი ესეთი და წარმოიდგინე ქალებს და დაიმარცხებოდა კაცებს მიმარცხებოდა. ხო და ნუ ესეთი იყო სულ, რაც არ უნდა ჩაეცვა, რაც არ უნდა რომ ხამრო სხვაზეც ყველგან და მე ხალები ამოდიოდნენ სცენაზე ყველა სიმღერის მერე და ამოქონდა ზოგს ლექსი, ზოგს წერილი, ზოგს მოთხრობა, ზოგსი გავალაკი, არა მარტო თემურისთვის, ივერიისთვის ციცინაძეს და ორი ჩემოდანი. აი ეს მადლობის პრემიები დავარქვით. მადლობის პრემია, იმიტომ რომ ზოგი ესე იგი იყო ესეთი რა, იმიტომ რომ ვახოლაი ტატოლაი გავალაკები რაღაცებს უწერდნენ ხოლმე და თემური აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც ამას აგროვებდა. რატო აგროვებდა? აბსოლუტურად ყველა, ორი შემოდანი ქონდა მაგისთან და იმდენი მარამი მაქვს სათქმელი თემურიზეს. არა, მე ძალიან გავეხარდა ახლა წიგნი, იმიტომ რომ რამდენიმე ათეული წლის წინ მე და თემური ორი დიდი აი ესეთი პარკი მიუტანა ჩვენი წერილები, ჩვენი სურათები ერთ-ერთ კალბატონს, რომელსაც უნდა გამოეშვა წიგნი ივერიას. ეს იყო დაახლოებით 25 წლის წინ. გულიკო ხეთაგური იყო, მაგრამ მე რაღაც უბედურება შეეძლო გულიკოს და ეს ყველაფერი დაიკარგა. ეს თელი წარმოიდგინეთ ეს ინფორმაცია ამდენი, ეს წერილები, სურათები, უამრავი, მაგრამ მიუხედავად ამისა თემურს კიდე იმდენი ჰქონდა, იმიტომ რომ თემური ყველაფერს ღირსია მოკლედ. აი ესეთი უკრემლო მოყვა ახლა ხო? და რამდენი кейფები გაგვივლია მე ნუკლეს თემური რო იყო სუფრასთან აბსოლუტურად სხვანაირად მიდიოდა ეს ყველაფერი. და საერთოდ სცენაზე გვერდზე რომ მედგა, აბსოლუტურად სხვანაირად ვზრუნავდი თავს. ესო, მოდი რომ გითხარი გამ. მამიკოს ბოლო წლების უახლოესი მეგობარი ბესე ჩუბინიძე, გთხოვთ. ჯერ ძალიან დიდი მადლობა კეთი შენ და მე ამ კაცს მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მე ბევრი ვიცი შვილიშვილიც, მე ბევრი ვიცი დამოკვეც შვილიშვილი ვიყავი და ვარ და აი დამოკიდებულება როგორიც ამ ორ ადამიანს ჰქონდა ერთმანეთთან ისი არ ცალკე წიგში შესატანი ხო არა იმიტომ რომ ხდამიდასტურებს ხშირად შევხედრივართ ჩვენ ერთად გადაღებები იყო თუ ცალკე რაღაცეები იყო даже ბაბუას დაბადების დღიდან დაწყებული ეს რო თემოს უსმენდა ყურით კი არ უსმენდა აიმით უსმენდა მე თემო რო ამას უსმენდა არ ვიცი თუ არა საერთო რაღაცაც კი ქონდათ დაგეგმილი და ის ალბათ ოდესმე მაინც განხორციელდება აი ეს ურთიერთობა იყო ჩემთვის მისაბაძი იმიტომ რომ ახალგაზრდობის დამოკიდებულება თემურ ციკლავ მე რა შვილიშვილი ახალგაზრდობის დამოკიდებულება თემურ ციკლავ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი აი ანდრიას მეგობრები ხო, აი ზუსტად ანდრიას მეგობრებს მე ვიცნობ კიდე თემოს კლიპიდან ბევრი მოვიდნენ შენი ძმაკაცები მეგობრები ბიჭები, რომლებიც უსმენდნენ ქართულს, ქართული ვინ არის? თემურ ციკლაურია ქართული, რასაც უშვებს გონებიდან და ვიდან. არ ვიცი ხა მე რა უნდა მოვყვე ხა ისეთი თემოზე, რაც არ მომიყოლია, მაგრამ ერთი ვიცი რა თემო გარდაიცვალა სული ამ სტრიმშოვით, მაგრამ არც ერთი აი ვინც ხარ და ვინც არ ხარ და ვინც გვიყურებს და მე რო გვიყურებს არც ერთისთვის ის პარი არ არის ზუსტად ვიცით ეს და თემომ ერთი რაღაც გააკეთა პირადად ჩემთვის კარგი ცუდ რაღაცას ვამბობ რა გამიადვილა გარდაცვალება იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ იქ რომ მივა დამხვდება თავის რა ვახო მუკუზას ეჭხუბებოდა ხოლმე კიდე ნუ მეც არ მაკლებდა მაგრამ ძალიან კარგ რამეზე და აი ბიჭებმა გიამ ახსენა წეღან ჩვენი ბიჭები დოიჯადან დაწყება ვიცი მე ეთო კალკულე ნებისმიერ უჩაპორზე რამდენი აგერ მომყავდა შუმა საერთოდ წერტილი დაასვა ზევიდან იქ არიან ის ბიჭები ვინც ჩვენები არიან და ვინც თემოს ძმაკაცები ხანდახან არქივებს რო ხსნი ხან ნელ-ნელა ვათვალიერებ არ ვიცი რა
ის კონდათ ამისთან ერთად რომ ღერიან თემო და დოიჯა, ერთად რომ მსხედან და სუფრაზე მრავალჟამიერ სომღერიან, სხვათა შორის ბატონუკრის საჩხერეში, სოფელ ჭიხაში, დოიჯა, თემო და მამუკა, ერთად. აი, ისეთ კადრებს უყურებდა, ისეთ რაღაცებს ვათვალიერებო, გული მიწუხს, რომ ეს ხალხი ხვალ აღარ დარეკავს და რაღაცაზე არ შევთანხმდები. მაგრამ არის ქეთი და არის ანდრია, რომელსაც აგერ დღეს დიდი დღე ქონია, ისეთი დღე, რომ ძმაო ერთი ჩაკრულო და მეორე აგერ შენ ხარ და წარმატებები შენ ჩემო ანდრია, იმიტომ რომ ახალგაზრდების არის და თქვენი ეს გზა და თქვენია ეს საქართველო, მე არ ვისურვებ ისეთ საქართველოს, საიდანაც ახალგაზრდებს რამე მიზეზით უწევთ წასვლა. ჩემი შვილი ძალიან დიდ პატივისცემს თემოც არანაკლებ პატივისცემდა, მაგრამ მე ჩემი შვილი აქ მინდოდა რომ ყოფილიყო და ის ემიგრანტი არ ყოფილიყო. სამწუხაროდ ასია ბევრის ოჯახში და გისურვებ რომ ბაბუს მთელი ეს ძალა და ენერგია აქ გაგეგრძელებინოს კოსმოსში თავისთან. აბა გაიხარდო. აი, ხარდესო მახსენა ემიგრანტები და მინდა მოგახსენოთ რომ როგორც ვახსენე მე მგონი უკვე ძალიან შეზღუდული ტირაჟია ეს და იქნება ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გაყიდვა. ინტერნეტით იყო მხოლოდ პრეორდერი აი ამ დღეებში და შემდეგ ტირაჟზე და იმედი გვაქვს ძალიან მალე იქნება ვაპირებ ინტერნეტით ამ წიგნების გაყიდვას და მინდა მივცე საშუალება ემიგრანტ ხალხს რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ გამოწერა ამ წიგნის. ხალხო, თუ ვინმეს რამე სურვილი გაქვთ, იმიტომ რომ ყველა ახლობელი ხართ და მეგობარი და ნათესავი აქვს შეკრებილები, რამის თქმის გთხოვთ. ან შეკითხვათ თუ გაქვთ რამე წიგნთან დაკავშირებით, მზად ვართ გიპასუხოთ. შეკითხვა ესეთია, აგერ თემოს დისკთან დაკავშირებით, რომელიც წიგნს განმარტო. ეს იყო პრეორდერი, სანამ გაყიდვაში შეიშვებოდა წიგნი, იყო საშუალება გამოწერის ინტერნეტით და მოყვებოდა საჩუქრად წიგნი. მაგრამ რამე სასაჩუქრო პაკეტებს აუცილებლად მოვიფიქრებთ მერე კიდე შემდეგ ტირაჟზე, რა თქმა უნდა. დისკი არ იქნება წიგნთან ერთად ხარ გაყიდვაში. მადლობა. მადლობა ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი. დავასრულოთ დღევანდელი საღამო, შეგიძლიათ დაათვალიეროთ წიგნი. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, თქვენი სიყვარულისადმი თემურის მიმართ და ჩვენი ოჯახის მიმართ ძალიან გვიყვარხართ და მადლობა. უღრმესი მადლობა ყველას. გვიყვარხართ. დედამიწა ტრიალებსო, ბრუნოს უთქვამს ცივგონზე, სიმართლეა დაუჯერეთ, მიტომ დასწრეს კოცონზე. აბა მე ვინ შემიცოდებს, უსაქმურად ვაგდივარ, გააჩერე დედამიწა ჩავდივარ. აბა მე ვინ შემიცოდებს, უსაქმურად ვაგდივარ, გააჩერე დედამიწა ჩავდივარ, ჩავდივარ, ჩავდივარ.